ამერიკელი სენატორების მორიგი კრიტიკა ქართულ ოცნებას. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატების ლიდერი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორების განცხადებით საქართველოს დემოკრატიას ძირს ქართული ოცნება უთხრის და არა ამერიკის შეერთებული შტატები. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებით და ინქმედებებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განახორციელა, სენატორები შეშფოთებულები არიან. სენატორების თქმით, პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური პარტიები ააკრძალოს და მათი ლიდერები დააკავოს, აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია. ამასთან კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების არანაირი ინტერესი არ აქვს. სენატორების განცხადებით მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს. თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან. პოლიტიკური ტყვე ყავს ქვეყანას. იმ ფონზე, როდესაც სისტემატურად თავს ესხმიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მიაქანებენ იზოლაციისკენ და ყველა კრიტიკულ აზრს ებრძვიან და ცდილობენ, რომ ჩაახშონ, აი ამ ფონზე რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არანაირი შანსი არ აქვს იმისი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაალაგოს ურთიერთობა. მათი ურთიერთობები არის იმის შესაბამისი, რა ურთიერთობებიც ზოგადად აქვთ დიქტატორულ რეჟიმებთან. რეალობა ალბათ შეიცვალა სამწუხაროდ, ზუსტად აი ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციული ამბოხის დაგეგმვის განხორციელების შედეგად, იმიტომ რომ დღეს უკვე გამომდინარე იქიდან, რომ პროტესტი და მშვიდობიანი პროტესტი არის განადგურებული და დისკრედიტირებული, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებსაც მოუწევთ გადახედონ, რა პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებაში და ძალიან მძიმეა ჩემთვის ამის თქვა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ველოდეთ მათ შორის ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების აღდგენის სურვილსაც. ჯინ და შაჰინი განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულად ეზიზღებათ ქართველი ხალხი და ისინი ერთი ჩვეულებრივი deep state-ის წარმომადგენლები არიან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ცდილობენ, რომ ეს deep state-ის გავლენები როგორმე გაზარდონ სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებული აგრესია აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით შესაბამისად, მათ მიერ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი. მათი განცხადებები მიზანმიმართული არის ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ეს არის ზუსტად deep state-ის სურვილი, რომ როგორმე ჩვენს ქვეყანაში მოვიდეს აგენტურა ხელისუფლებაში, რომელიც ყურმოჭრილი მონასავით შეასრულებს ყველა დავალებას, რასაც გასცემს deep state-ი. წარმოუდგენელია, რომ ჯინს და შაჰინს რაიმე გავლენა ჰქონდეს პრეზიდენტ ტრამპზე მის ადმინისტრაციაზე. საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი, ღობე და შეიჭრნენ ეზოში. პროკურატურის ინფორმაციით, შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართ ისროლა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. უწყების ცნობით ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნანა სანდერი. იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს. კობა ეპიტაშვილს, საბა კორძაიას და ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს ციხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენ პირებს კი ბრალდება ციხლის სამართლის კოდექსის 222 და 225 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 13 პირს წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. გასულ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განმთავრებულ მოვლენებზე კიდევ 12 ადამიანი დააკავა. მიმდინარე დღეს კი ოფიციალური ინფორმაციით სამართალდამცველებმა კიდევ 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს. მანამდე მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერებს პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს ირაკლი ნადირაძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენის სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალს აცნობენ. დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჯგუფურად ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ადვოკატის თქმით, ჭავჭანიძის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია და არანაირი განზრახვა არ ქონია, რომ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდო. ასევე დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ, იგი აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის უწყების ინფორმაციით არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. იგი იყენებს თუმილის უფლებას, მას ბრალს აღანა საქართველოს სამართლის კოდექსის 225-222 მუხლების 19-222 მუხლებით, კერძოდ ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ორივე ჯგუფურად. დღეს გადმოგვცემენ საქმის მასალებს, მე რეგვეცედინება რაზდებს საქმის მასალაში. ძარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და შესაბამისად რას ბრალდებას უკავშირდება, არც ერთ ქმედებას არ აღიარებს. ზურაბ ჭავჭანიძე არ დაეთანხმა აღნიშნულ ბრალს და ამ შემთხვევაში ის იძახის, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია და განზრახვაც არ ქონია, რომ ვინმეზე ეძალა და პირიქითაც მოუწოდებდა, რომ ძალადობრივი ქმედებას თუ ვინმე ახორციელებდა შეეწყვიტათ და შესაბამისად რომ ეს არ იყო ეთიკური ფორმა, თუმცა ჯერჯერობით ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მტკიცებულებები არ გვაქვს. ცალკე აღებული გამოყოფილი არ არის, რაში გამოიხატა ნიკა გვენცაძის ან ნებისმიერი სხვა პირის მოქმედება, საუბარია ზოგად კონტექსტზე. პრაქტიკა ჩვენებს, რომ როგორც წესი, აი ამ ზოგად კონტექსტს მე განმარტავს ხოლმე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა. წარმოდგენილი ბრალის დადგენილება არის ზოგადი ტიპის და არ საუბრობს კონკრეტულად რა მოქმედებას მიიჩნევს დანაშაულებრივად ბრალდების მხარე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ყველას მოუწოდებს შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ 4 ოქტომბრის აქციას შინაარსი მანამდეც არ გააჩნდა და მოგვიანებით განვითარებული მოვლენები შესაძლოა ხელისუფლებასთან ერთად წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც მშვიდობიანი დამხობის მომხრეები იყვნენ, თვლიან, რომ პროტესტის ალღა უნდა გაგრძელდეს. ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ ცდილობა საკუთარი ქვეყნის
დაბრუნების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა 4 ოქტომბრის აუცილებლად გამოიღებს შედეგს. პრეზიდენტის სასახლეს არის ქართველი ხალხის. ნებისმიერი სახელმწიფო შენობა არის ქართველი ხალხის. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება დამხობას, საქართველოს მოქალაქეები რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეება იბრძოლონ, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. ისევე როგორც ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ვალდებულება, რომ ვიბრძოლო საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც ღიად ვაფრთხილებდით ადამიანებს, რომ ბოიკოტი, ასევე არჩევნებზე არ მოსვლა, ეს ყველაფერი მიგვიყვანდა იმ შედეგებამდე, რომ დღეს პროტესტი არის სრულად განადგურებული. ამიტომ უნდა რა თქმა უნდა დადგეს ყველა იმ პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც არ აფრთხილებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ადამიანები და გაუჩინა განცდა მათ შორის ამ აქციაზე ყოფნით, რომ ეს იქნებოდა მშვიდობიანი აქცია და შექმნა მოლოდინები, რომ არჩევნებზე არ უნდა წასულიყვნენ ადამიანები, რა თქმა უნდა ყველა ამ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ეს რაღაც სპექტაკლი იყო, ერთ-ერთი ნეგატიური მხარე ამ სპექტაკლის არის ის, რომ შეიძლება შემთხვევით ადამიანები როდის ემოციურად აყვნენ ამ პროვოკაციას თუ დამხობას თუ რაც არ უნდა იყოს აღმოჩნდებიან ციხეში. პასუხისმგებლობა სპექტაკლზე მათ ორგანიზატორებზე ცხადია და იმედია ყველა ის პოლიტიკოსი მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებს, ვინც ამ ყველაფერს იწონებდა ან მოუწოდებდა. საბოლოო ჯამში ეს სპექტაკლი მათ შორის იმიტომ დაიდგა, რომ ქართულოს ნებამ შვიდად მოეგო არჩევნები და ოპოზიციური ელექტროტი ის კიდევ უფრო ელექტრატში გაეღვევებინა ნიჰილიზმი. არავით არის მშვიდობიანი, არ არსებობს არც დამხობა, არც ჯიჰადი და არც ძალადობა, ზუსტად ამ მოვლენებში მონაწილეობის მიღება ჰქონდათ განზრახული ადამიანებს, მივიდნენ ზუსტად დაესწნენ და მიიღეს მონაწილეობაც კი. ეხლა ყველანაირად ცდილობენ, რომ დანაშაულის შედეგად მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაექცნენ, თითქოს საუბრობენ, რომ არც არაფერი არ იცოდნენ და ყველას რეალობა ეს არის, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდნენ და როცა ხედავდნენ, რომ თავდასხმა ხდებოდა სტრატეგიულ ობიექტზე პრეზიდენტის სასახლეზე და როდესაც ჩავარდა ისევ და ისევ სამართალდამცავი ორგანოების პრევენციული ღონისძიებებიდან და შესაბამისი რეაგირებიდან გამომდინარე, შემდეგ დაიწყეს უკვე ჩავარდნილ დამხობის მცდელობაზე გამიჯნა, რაც რა თქმა უნდა მათ პასუხისმგებლობისგან არ და ვერ გაათავისუფლებს ვერასდროს.